მოგესალმებით, მე ვარ ფაილი წერტილი 10.2 თვიანი ადმინისტრატორი და ამ ვიდეო გაკვეთილში მე თქვენ გასწავლით როგორ გავაკეთოთ აი ასეთი სურათის გადიდების სკრიპტი. ასეთი სურათის გადიდება ჩვენ საიტზე. ასეთ დაგვჭირდება უბრალო სკრიპტები, რომლებსაც მე აუცილებლად მოვაყოლებ ვიდეოს, ეგ სიახლეც მაქვს უკვე დამატებული. ხო, და შემდეგ კი მოვყევით და ისწავლით. ეს არის ჩემი სატესტო საიტი, როგორც ხედავთ, აქ არც სურათი არ არის და არც სურათის გადიდება არ იქნება, რა თქმა უნდა. მოდით შევიდეთ ამ საიტის სამართალ პანელში. შევიდეთ Customize Design-ში და Site New Separate of Entries. ესე იგი, ამ საიტზე სტანდარტული დიზაინი ვაყენია, როგორც ხედავთ, თუ ასე არ არის, ანუ აი, როგორც ჩემს საიტზე არის. სოდეთ ჩემი საიტის სამართალ პანელში შევალ. აი, როგორც ჩემს საიტზე არის, აი იგივე არის. ესე იგი, აი ასეთი სკრიპტი გვაქვს ჩვენ, რა თქმა უნდა, და თუ თქვენ გიყენიათ აი ასეთი რაღაც, ეს წაშალეთ და ჩასვით ის სკრიპტი. ხო, მაგრამ ახლა ამ შემთხვევაში უბრალოდ ზემოთ ჩავსვათ ეს სკრიპტი. აი ამის ზედა მხარეს. ასე. ესე იგი, ერთი ნაბიჯი გავაკეთეთ. გადავადგით. ეხლა აი ამ მესიჯის მაგივრად ჩავსვათ ეს მეორე სკრიპტი. შეიძლება ეხლა ეს მესიჯი შევეშალა, მაგრამ როშოს ნახავთ. ასე იგი, სურათის ლინკი უნდა მივუთითოთ თან აი ამ სკრიპტში. სადაც მესიჯს ვსვამთ, აი აქ 21 და 02 გვინდა ჩვენ. ანუ სურათის ლინკი 21-ში თუ გაქვთ, 1 იყოს და 2-ში თუ გაქვთ, 2 იყოს. აი, ცოტა ეს გამოვთ ბანერი, კარგი დავრჩოს. აი ახლა როგორც ხედავთ, სურათი გაიზარდა. უბრალოდ ეს სურათი არის დება, იმიტომ რომ თვითონ ეს პატარა სურათებია. ამით ეს ვიდეო გაკვეთილი დამთავრებულია. გმადლობთ ყურადღებისთვის.